ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ, როგორც ყოველთვის, არხის გამოწერისთვის, კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის. ძალიან გთხოვთ, ვისაც არ გამოგიწერიათ, გამოიწეროთ არხი და არ დაიზაროთ ლაიქების და კომენტარების დაწერა. შემოძვირფასება ეს არხის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და ენერგიების გაცვლისთვის. შემოკარგებოდა ვნახოთ ახლა ასეთი გაშლა. რა სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში, ხო, რა შანსები მოდის და ვნახოთ რასთან იქნება ეს კავშირში. სამ ვარიანტზე გავაკეთოთ, მოდი ვნახოთ რა სიახლე იქნება თქვენს ცხოვრებაში, პერიოდი თავად ჩაიფიქრეთ და ვნახოთ სამ ვარიანტზე რა შანსები და სიახლეები შემოდის, რა იღება თქვენს წინ ცხოვრება, რა კარს გიღებთ. მაშასე პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი. მე მგონი ჩანს შემოკარგებო. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. პირველი, მეორე, მესამე. პირველი, მეორე, მესამე. აირჩიეთ ვარიანტი, თუ საჭირო იქნება დავამატეთ არკანს და ვნახოთ. დააპაუზეთ თუ დრო არ გკმარათ. თუ დრო არ გკმარათ, დააპაუზეთ შემოძვირფასებო და ვნახოთ რა კარები იღება თქვენს ცხოვრებაში, ვინც პირველი ვარიანტი აირჩია, ვნახოთ პირველი ვარიანტი ვინც აირჩია. შემოძვირფასებო, ნახეთ, ტუზი პენტაკლი ამოვიდა, ტუზი პენტაკლი. ჯერ ერთი პირველ რიგში პირველი ვარიანტი ვინც აირჩია, მინდა გითხრათ, აი ასე დავდებ, მე მგონი ჩანს. ტუზი პენტაკლი ეს არის, როდესაც თქვენს ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობები იხსნება და ახალი და არაერთი შესაძლებლობა. ნახეთ, ქალბატონი, ჯერ ერთი ფინანსური შესაძლებლობა ძალიან ბევრი და დააკვირდით რამდენი გასაღების ასხმობა უჭირავს ხელში ქალბატონს, ანუ ეს არის შანსები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში შემოდის იმ პერიოდში, რა პერიოდიც თქვენ ჩაიფიქრეთ და ეს პირველ რიგში დაკავშირებული იქნება ფინანსურ, მატერიალურ რესურსებთან, შემოძვირფასებო. ზოგიერთისთვის ეს შეიძლება იყოს ფინანსური შემოსავალი, ზოგიერთისთვის ეს შეიძლება იყოს შენაძენი, თუნდაც უძრავი ქონება, თუნდაც რაიმე მნიშვნელოვანი რესურსი, რაც თქვენ სარგებელს მოგიტანთ სამომავლოდ და ასე ვთქვათ დამატებით დივიდენდებს. ხო, შემოძვირფასებო, იმიტომ რომ პენტაკლი ეს არ არის მარტო ფულის ენერგია, ეს არის ნებისმიერი სახის რესურსი. პირველი ვარიანტი თუ აირჩიეთ, შეიძლება ეს იყოს ჯანმრთელობის კუთხით იყოს ზოგიერთთან, ხო, ანუ საჯარო ფორმატია და ყველასთან სხვადასხვა იქნება, ამიტომ რაც თქვენია ის მიიღეთ, ანუ თუ თქვათ დღევანდელი მდგომარეობით თავს ვერ გრძნობთ კარგად, თქვათ შეუძლოთ ხართ, ხო, გამოჯანმრთელება გაქვთ უახლოეს პერიოდში და ყველაფერი ძალიან კარგად წავა, თუ რაღაც ჯანმრთელობის პრობლემასთან არის თქვენი დღევანდელი პრობლემები, თუ ფინანსური პრობლემა გაქვთ, აუცილებლად გექნებათ რაღაც დამატებითი შემოსავალი და ფინანსური, ასე ვთქვათ, შემოთავაზებები, რაღაც ვარიანტები გამოჩნდება, შეიძლება დაგეხმარნენ, ხო, ფინანსური თვალსაზრისით. შესაძლებელია ასევე იყოს ზოგიერთისთვის ეს იყოს ან რაიმე კურსის ცოდნის მიღება, ხო, ან რაიმე კურსის, რაიმე დამატებითი რაღაც კვალიფიკაციის ამაღლება, ან ნებისმიერი სახით რესურსი, რაც არის მატერიალური, რასაც დღეს შეიძლება ცოდნის სახით მივიღოთ რაიმე, მაგრამ იმ ცოდნამ ხვალდაზე მოგცეს ფინანსური შემოსავალი მოგვიტანოს, ხო? ანუ ნებისმიერი სახით ძალიან ბევრი რაღაც რესურსი შემოდის თქვენს ცხოვრებაში, მატერიალური რესურსი. ოღონდ არ დაგვაუწყდეს, რომ ეს არის საწყისი ეტაპი, შემოძვირფასებო. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, ხო? თქვენზეა დამოკიდებული თქვენს მოქმედებაზე, თქვენს გადაწყვეტილებაზე, იმაზე, როგორ იმოქმედებთ, ხო? საწყის სამყარო გააძლევთ, რესურს, ასე ვთქვათ, ბიძგს, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ იქნებით აქტიური, საჭირო ინფორმაცია, საჭირო ხალხს თუ მოიზიდავთ თქვენ ცხოვრებაში და თქვენს თავს თქვენ თვითონვე მისცემთ ბიძგს, რომ აი ეს პენტაკლი თანდათან დიდ რაღაცაში, დიდ რესურსში გადაიზარდოს, ხო? ანუ ძალიან კარგი არკანი ამოვიდა პირველ ვარიანტმა, ვინც ჩაიფიქრეთ, ისე რომ მე გილოცავთ პირველ ვარიანტს, მადლობას მოგახსენებთ, გამომეხმაურეთ, რომელი ვარიანტი აირჩიეთ და ვნახოთ რა იქნება, იმედია პერიოდის ჩაფიქრება არ დაგავიწყდეთ. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი ვნახოთ. თქვენთან სამყარო რა კარს გიღებთ თქვენ? მაგი, შემოძვირფასებო, მაგი. ამაზე კარგი რა უნდა იყოს, ხო? ნახეთ,
პირველ რიგში რა მინდა გითხრათ, რომ ძალიან აქტიური პერიოდი გექნებათ. ყველაფერი, რასაც ჩაიფიქრებთ, რასაც მოინდომებთ და მოისურვებთ, მაგი ეს არის პიროვნება, რომელსაც ყველანაირი რესურსი, ყველანაირი შესაძლებლობა იმისთვის, რომ თავი წარმოაჩინოს, მიიღოს ის, რაც სურს, ხო? ნახეთ, როგორ ასე ვთქვათ, მანიპულაციებს კი არა და როგორ მანიპულაციებს აკეთებს იმისთვის, რომ მოიზიდოს მაყურებელი, რომ ნახეთ, ჯერ ერთ პენტაკლზე დგას, თასი უჭირავს, კვერთხი და ხმალი კიდე. ან ყველანაირი რესურსი გაქვთ. თქვენზეა მთავარი, თქვენზეა ყველაფერი დამოკიდებული, ხო? თქვენზეა ყველაფერი დამოკიდებული, როგორ იმოქმედებთ, ისევ გავიმეორებ, ხო? ანუ თუ თქვენი ინტერესი არის პირადი ურთიერთობა, ყველაფერი წამყვანი ხართ ერთი სიტყვით, ლიდერი ხართ, დასაწყისია კიდე მაგი, ხო? ახალი საქმის დაწყებასაც ნიშნავს და ძალიან ბევრი სიახლე იქნება. რასაც ხელს მოკიდებთ ერთი სიტყვით, ყველაფერი გამოგივათ იმ პერიოდში, რა პერიოდიც თქვენ ჩაიფიქრეთ, ძალიან ბევრ შესაძლებლობას და ძალიან კარი ფართოდ გიღებთ სამყარო კარებს იმისთვის, რომ თქვენი ჩანაფიქრები, თქვენი სურვილები მოიყვანოთ რეალიზებაში, ხო? აისრულოთ თქვენი ჩანაფიქრები და სურვილები. ეს იქნება გრძნობის კუთხით პარტნიორთან ურთიერთობა, ეს იქნება ახალი იდეა, ახალი შესაძლებლობა, ახალი საქმე, თუ მატერიალური შესაძლებლობები და მატერიალური რესურსის მოზიდვა. ნებისმიერ საქმეში თქვენ ხართ მაგი, თქვენ სამყარო გიწყობთ ხელს, რომ ეს თქვენი ჩანაფიქრები აისრულოთ და თავარია თქვენი მონდომება. თქვენს თავში დარწმუნებული უნდა იყოთ, ხო? ანუ მაგი ისედაც დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში და საკუთარ ძალებში, ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ, ზედმეტად მანიპულირება, თქვათ, ურთიერთობებში, ხო? ზედმეტად მოიქნებით, ასე ვთქვათ, ზედმეტად გადაამეტებთ თქვენ შესაძლებლობებს. გასაგებია, რომ ხართ თქვენ ამას აცნობიერებთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ და ინდომებთ საამისოდ, მაგრამ გადაამეტებთ ისე, რომ თქვენი ძალიან კარგი პერიოდი გიდგათ, მინდა გითხრათ და ძალიან კარგ შესაძლებლობებს გააძლევთ სამყარო, ისე რომ გილოცავთ მეორე ვარიანტსაც და ნახოთ, გამომეხმაურეთ, დამიტოვეთ კომენტარი, აუცილებლად რომელი ვარიანტი აირჩიეთ და მესამე ვარიანტი ვინც აირჩია 4-იანი პენტაკლი, ჩემო ძვირფასებო. აქ როგორი მომენტია, იცით, რა შესაძლებლობებს გაჩვენებთ სამყარო და რა შესაძლებლობების კარი იღება თქვენს ცხოვრებაში. შესაძლებელია ამ მომენტში ცოტა საკუთარ ძალებში და საკუთარ თავში ეჭვი გეპარებოდეთ იმის გამო, რომ რაღაც არ გამოგდით. შესაძლებელია ზედმეტად თუ ფინანსებს ეხებათ, ხო, თქვენი საფიქრალი, ან ძირითადი საფიქრალი, ხო? შეიძლება საფიქრალი ადამიანს ძალიან ბევრი ქონდეს, მაგრამ არის რაღაც პრიორიტეტები, რომ დღეს ჩემი პრიორიტეტი, თქვათ, არის ფინანსური რაღაც საკითხების მოგვარება. სხვისი რაღაც პრიორიტეტი პირადი ურთიერთობა, ხო? მაგრამ აქ ამოვიდა პენტაკლი, ჩემო ძვირფასებო, თუ დღეს თქვენი საფიქრალი არის რაღაც ფინანსურთან დაკავშირებული, ხო, მატერიალურთან დაკავშირებული. ზედმეტად, ასე ვთქვათ, პრობლემას, რომელიც შეიძლება ამ მომენტში თქვენთან იყოს, თქვენს თავს იყოს, ხო? ზედმეტად დიდად გონიათ, რომ რაღაც ძალიან დიდი პრობლემაა სინამდვილეში თქვენ შეგიძლიათ ამ პრობლემის მოგვარება, ხო? ანუ რაღაც საფიქრალი გაქვთ, ნახეთ, გოგონა დიდია, კარები პატარა, ხო? ფიქრობთ, რომ რაღაც ვერ შეეტევით, მაგრამ თქვენი შესაძლებლობები იმხელა, რომ შეგიძლიათ ამ გალავანს გადააბოტოთ, თქვათ, გადაახტეთ და იქით ბაღში, იქით გალავნის იქით ნახეთ მწვანე ბაღია, ხო, ხეხილის ბაღია და სიმწვანეშია ჩაფლული. ანუ ის პრობლემა, რაც გონიათ დღეს პრობლემად, სინამდვილეში ეს არის არაფერი იმასთან დაკავშირებით, რის შესაძლებლობაც თქვენ გაგაჩნიათ. ისე რომ შეიძლება იმდენად ხართ ჩაფლული თქვენს საფიქრალში, საზრუნავში, რომ თქვენ შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ აფასებთ, ან ვერ ხედავთ, ჩემო ძვირფასებო. ამიტომ მესამე ვარიანტს თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, მართალია ეს პატარა კარი დაახურულია ამ მომენტისთვის, მაგრამ გაქვთ ალტერნატიული რაღაც სხვა გზები. ისე რომ სამყარო გეუბნებათ,
შეიძლება თქვენი ხედვა ამ მომენტისთვის ვიწროდ ხედავთ. ანუ არის პრობლემა, რომელსაც ცოტა ფართო სპექტრში რაღაც სხვა გზების მოძებნა უნდა. სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენ გაქვთ სხვა გზაც. უბრალოდ შეიძლება ამას ამ მომენტში იმდენად ხართ თქვენი ფიქრებით მარტო ჩაკეტილი, ვთქვათ, 4-იანი პენტაკლი წარმოვიდგინოთ დასტა კლასიკური 4-იანი პენტაკლს ცოტა სხვანაირი სურათია, ხო, აქ სხვანაირი სურათი გვაქვს, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ რეალურად თუ მიმოიხედებით, თქვენი შესაძლებლობები უფრო მეტია, ვიდრე გგონიათ. თქვენ გაქვთ შეიძლება ერთი გზა დაკეტილი ამ მომენტისთვის, ერთი კარები, მაგრამ ასამაგრებოდ არის სხვა კარები. შესაძლებლობა თქვენი, რომ გადაახდეთ, გადააბოდოთ ერთი სიტყვით იმ პრობლემას, რაც სხვა გზა მოძებნოთ და სხვა გამოსავალი მოუძებნოთ. ისე რომ დაფიქრდით ამაზე და იფიქრეთ და აუცილებლად მიხვალთ, ხო? შეიძლება თქვენს გარშემო იყვნენ ადამიანები, ვისაც თქვენი გვერდში დგომა შეუძლია და იმ საკითხში დახმარება, რაც გაწუხებთ ამ მომენტისთვის, ხო? ანუ არის თქვენს რეალურად სხვა გზა, რომელსაც თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია და თქვენთვის რაღაც სხვა გზა მოძებნეთ ერთი სიტყვით, მარტო ერთ გზაზე ნუ ფიქრობთ და მარტო ერთ რაღაც ვიწრო ჭრილში ნუ უყურებთ, ხო, იმ საკითხს, რაც თქვენთვის ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანია. აი ასეთი იყო მესამე ვარიანტიც. მე მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის. ძალიან მაინტერესებს და მიკომენტარეთ, რომელი ვარიანტი აირჩიეთ და რამდენად რეზონირდა. ნუ დაიზარეთ კომენტარების დაწერას ძვირფასებო. ეს ძალიან მახარებს ხოლმე მე თქვენი კომენტარები ნებისმიერი სახით. მადლობა და ნახვამდის.